მოგესალმებით. ეს არის კასპის ხმა, მე კი გახლავართ მისი ერთ-ერთი თანაწამყვანი მაია ქესაური. დღეს სტუმრად ვიმყოფებით ქალბატონ მანანასთან, რომელიც გახლავთ საქართველოს ქალთა საბჭოს კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და კასპის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის შემოქმედებითი წრის ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა ყაბანაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო მანანა, როგორ ბრძანდებით? კარგად, დიდი მადლობა. მეც მოგესალმებით. შემთხვევა მომეცა თქვენი სტუმრობით, რომ აუცილებლად უნდა მოგესალმოთ აი ამ ორგანიზაციას, რასაც თქვენ წარმოადგენთ. ეს არის საშვილიშვილო საქმე. წარმატებებს გისურვებთ, სხვადასხვა აქტივობებით, სხვადასხვა ჩართულობებით თქვენ მოიცავით უკვე კასპის მუნიციპალიტეტი. მე ეს მიხარია, იმიტომ რომ ასაკობრივ ზღვარს ვერ ვხედავ მე აქ. თქვენ კასპის ისტორიას ქმნით, კასპის მატიანეს. თქვენგან ასეთი შეფასება ჩვენთვის არის დიდი პატივი, უღრმესი მადლობა და ვეცდებით რომ თქვენი იმედები გავამართლოთ და უფრო მეტი რესპონდენტი მოვიძიდოთ და უფრო მეტი რესპონდენტისგან მივიღოთ ის ინფორმაცია, რაც რაიონისთვის არის საჭირო. როგორც გავიგე, ახალგაზრდობა ჩართული და აც მშობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა. ასე რომ კიდევ და კიდევ წარმატებებს გისურვებთ. დიახ. ჩვენი დღევანდელი თემა მე მინდა იყოს მრავლის თქმელი და მრავლის მომცველი და ეს არის ლიტერატურას ეხება. კაცია ადამიანი, ქალბატონო მანანა? ძალიან საჭიროა კითხვა დამისვით. იმიტომ დამისვით, რომ დღეს ყველაზე მეტად გამოიკვეთა ნამდვილად აი ეს პრობლემა. კაცი ადამიანი. ილია ჭავჭავაძეს დავესესხები, რომ კაცს ვეღარ ვარქმევთ კაცს. ზედ თუ არ დავამატეთ კაცური კაცი. კაცური კაცი. თუ არ დავამატეთ, ჩვენ არაფერი არ გამოგვდის, ესე იგი ვართ ვითომ ადამიანები, ვითომ კაცები, მაგრამ ძალიან ბევრი გვაკლია კაცად კაცობამდე. ერთ ბრძენს აქვს დათქვამი, რომ ყველაზე დიდი პროფესია, ყველაზე მაღალი პროფესია არის ადამიანობა. შეიძლება იყო კარგი ექიმი, კარგი ინჟინერი, არაჩვეულებრივი მეჭარხლე, შესანიშნავი პედაგოგი, მაგრამ არ იყო ადამიანი. იცით? დღეს ადამიანობა იყიდება ფულზე. და არასოდეს არ უნდა გაიყიდო. შენ თუ გინდა რომ სიყვარულით, სიკეთეთ და სულიერი სიმაღლით იცხოვრო. ზნეობრიობა ეს სხვა რამეა. იცით? გრიგოლ ორბელიანი თამარ მეფის სახებეთანის ეკლესიაში ამბობდა, ხოლმე და მხოლოდ მამული შეიძლება გაამშვენიეროს, ააშენოს ზნეობრივმა გმირმა. ზნეობრივი გმირი მე-19 საუკუნეში არა ჩანდა თუ არ ჩავთვლით აი ძლიერ კლასიკოსებს, რომელსაც ვთქვათ, დავარქმევ ალექსანდრე ჭავჭავაძეს, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს და ასე შემდეგ. სხვათა შორის აჩრდილშიც ილია ჭავჭავაძემ თქვა, მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივ გმირს შეუძლია აღზარდოს ისეთი ადამიანი და ააშენოს ისეთი ქვეყანა. კიდევ დავესესხები ილიას, ძალიან მიყვარს. ის ერთ-ერთ წერილში აღნიშნავდა, რომ სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ. მამული ენა სარწმუნება. თუ მაგათაც არ უპატრონეთ, რა კაცნი ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას. და თუ ჩვენ ეს მამული, თუ ჩვენ არ გადავარჩინეთ ენა და რწმენა, მაშინ მე ვერ ჩავთვლი ადამიანს. და მხოლოდ ვიტყვი, კაცი ადამიანი ვარსაბივით. დიახ. აი როგორ უნდა შეხედოს ადამიანმა ბოლოში ეს რა ქვია, კაცი ადამიანის ლუარსაბთა თარიძის თუ გავუყვებით, იქ ილია აღნიშნავს, რომ არისო ქუჩაში იყოვო ჯგუფი
ბავშვების და ერთნი მათ ხოვარს იგდებდნენ მასხარად და იცინოდნენ. მეორენი კი ტიროდნენ. ის ვინც გონებით შეხედავს რა მდგომარეობაშია, ის არ გაიცინებს, ცრემლი მოერევა. ხოლო ვინც გრძნობით შეხედავს, ის აუცილებლად იცინებს. და ჩვენ სასაცილო რა გვჭირს ამჟამად დღეს? სასაცილო არაფერი არ გვჭირს, კაცო. ეს ამდენი მტერი, შინაური მტერი რამ გამიჩინა აზი არა ვარ. აი, კითხვას ავსავ და მოვიშვერიებ ხოლმე იმას, რა ქვია, ჩემს საყვარელ პოეტებს, რომ მაგრამ რადგანაც კაცნი ქვიან შვილი სოფლისა, უნდა კიდეცა მივსდიოთ მას გვესმას მშობლისა. არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს. აი, რისთვის არის? თუ სოფლად მოხედი, თუ მოვედი მე, ჩემი მოვალეობა რა არის? რომ ვიცხოვროს ნეობრივად. არ მივაყენო ჭრილობა ჩემს ისედაც დაჭრილ მამულს. ქალბატონო მანანა, ჩაგერთვებით და მე უბრალოდ მეც და ჩემს მსმენელსაც აინტერესებს, რამდენი წელი მოღვაწეობდით თქვენ მომავალ თაობის აღზრდაში და განათლების მიცემაში და აი ამ კითხვაზე კაცი ადამიანი თქვენ თუ მიაღწიეთ თქვენ შედეგს, რომ აი თქვენს მოსწავლეებში ეს ადამიანობა წინა პლანზე წამოგეწიათ. რა თქმა უნდა, როდესაც მასწავლებელი შედის კლასში, ყოველთვის მაგალითად ვიქცეოდი. რა სიტყვები მეთქვა, მოზომილი საუბარი, ის თვისებები წამომეწია წინ, რასაც ადამიანობა ქვია. ვაყვარებდი სამშობლოს, მეგობრულად ვიყავი, სამართლიანობას ვნერგავდი და კიდევაც გამოიღო შედეგი. განსაკუთრებით შედეგს ახლა ვხედავ. როდესაც მხვდებიან ჩემი ყოფილი მოსწავლეები, ისეთი სიყვარულით მესალმებიან, რომ მადლობელი ვარ ამისი. გავიგეთ? როდესაც რომელიმე გმირის სახასიათებ თქვათ, იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღვთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ მრავალი ყმიანი, მოსამართე და მოწყალე, მორწმული განგებიანი, როგორ არ შეიძლება რომ არ გაუსვას ამ თვისებებს ხაზი მასწავლებელმა და არა თქვას, რომ შენც ასეთი უნდა იყო. და მოსწავლეებში ამას ვაღწევდი კიდეც. იცით რა, მე ვწერ კიდეც ლექციებს და ნახეთ რა დავწერე. მე მგონი სასიამოვნო რა თქმა უნდა, მოსასმენი სიცოცხლე სიკვდილში ჯობია და სიყვარული სიძულვილს. კირის სიცილის ჯობია და ლანძღვას კიდევ ღიმილი. სიძუნწეს დიდი სიკეთე, ომს ნატელი დღე მზიანი, წევლას და კურვას ჯობია, სიტყვა ნამდვილი ფრთიანი, ამ ქვეყნად ყველას ჯობია, რომ იყო ადამიანი. და კიდევ გავიმეორებ მეც, რომ ამ ქვეყნად ყველაფერს ჯობია, რომ იყო ადამიანი. და პირველ რიგში ვაქცევდი ყურადღებას პატრიოტიზმს. ესეც ჩემია და ციტირებას გავაკეთებ. ქართული მიწა თუ არ მექნება, მესვრის სამოთხეს ვერ შევეყვარებ. კიდევ რა მინდა იცით? წარსულის პატივისცემა. წარსულის და წინაპრების საფლავი ეს ისევე დიდი ლოცვის ტაძარია, სადაც უნდა შთაუნერგო შენ მომავალ თაობას, ვინ ვიყავით, ვინა ვართ და ვინ ვიქნებით მომავალში. აი ეს არის და ძალიან მიჭირდა და ჩავიფიქრე, რომ შემედგინა კასპის ნომერ 1 საშუალო სკოლის მატიანე. ჩამოვითხოვე ფული. დიდი მადლობა, წერია ვინ არიან დამფინანსებლები და მე შევადგინე აი პირველი სკოლის მატიანე. რა გავიარეთ? სხვათა შორის ყოველთვის გრძნობდი, რომ პირველ რიგში ერის საკითხები უნდა წამომეწია წინ და როდესაც გამოცხადდა ამერიკის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომ უნდა დაგვეწერა პროექტი, რის შესახებ მე ავირჩიე ჩემი ერის, ჩემი სკოლის მატიანე წარმოვადგინე და 1000 ამერიკული დოლარიც მოვიგე მაშინ. მართალია ცოტა გაძნელდა მისი ხარჯვა, მაგრამ
პროექტირებით ქართული ფილმები წამოვიღეთ, ქართულ ფილმებს უჩვენებდით და ამითი მოვიგეთ კიდეც, რა თქმა უნდა, რომ ვზდიდით ახალგაზრდობაში, ვზდიდით ისეთ თვისებებს, რომელი თვისებებითაც უნდა იამაყა, რა თქმა უნდა, მამულს. არასოდეს არ ვითქვამს, რომ აი ეს არ ვარგა. შენ თვითონ ეს იმას ნიშნავს, რომ არგუმენტირებული მსჯელობით უნდა მიხვიდე დასკვნამდე. მაგალითად, როდესაც მე შუშანიკის წამებას ვასწავლიდი, ხო და იქ შუშანიკმა თავი დასდო, არასოდეს ნახეთ არ ყურადღებას ვამახვილებდით რაზე, რომ ქრისტიანობაზე დადო თავი და პირდაპირ უთხრა მეუღლეს, რომ მე არ ვეზიარებ საქმეთა შენთა და არც ეზიარა. რა თქმა უნდა, მაგრამ იქ აი ზედმეტ სიტყვას არ ვიტყოდი, თითქოს თვითონ გძნობდა ბავშვი, რომ ასე უნდა გაეკეთებინა. ხომ? აი როდესაც ვთქვათ, ხატაელთა ომის ასწავლი, სხვა მეფე დაჯდეს ინდოეს, მერტყას მე ჩემი ხმალია? გავიგეთ? აი აქ უკვე ძაფდება, რომ შენ სამშობლო უნდა გიყვარდეს და ბავშვსაც უყვარს, რა თქმა უნდა, სამშობლო. ამდენი წელი, 50 წელი ვიმსახურე კასპის პირველ საჯარო სკოლაში და პარალელურად ენის პალატის მთავარი სპეციალისტი გახდით, საზოგადოება ცოდნის პასუხისმგებელი მდივანი და ვინც კი ჩამოდიოდნენ აკადემიკოსები, სკოლებში გავყავდა და იდეოლოგიურ მუშაობას ვეწეოდით. რა თქმა უნდა, აკაკი წერეთელი მოყვავდა პირველად თქვა თუ ლიტერატურის დარგში, თუ ვინ იყო ჩვენი სახელმწიფო, მაგალითად დავით აღმაშენებლის დროს ლექციებს ვატარებდით, მე თან ვაწერილებდით, ისეთ ტურებს ვაკეთებდით, რომ აუცილებლად ბავშვი სკერ უნდა გადაეწერა, ვთქვათ. თემა ვთქვათ, დავით გურამიშვილი ავიღეთ. სკერ უნდა თვითონ უნდა ემჯერა, არგუმენტირებული მსჯელობით, როდესაც ამბობს, რომ ქართლის ჭირსა ვერ იმოსვლის, თუ არ ბძენი ენა მჭევრი, იფხი ღვარზად გარდაიქცა ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი, აი აქ უნდა გამოჩნდეს, რა გაჭირვებაში იყო დავით გურამიშვილის დროს სახელმწიფო და ნახე გვარიგებს კიდეც, რომ პოლიტიკური თვალთახედვით ეკონომიკაც დაბლა დაეცა და დაეცა მორალური ხრწნაც წამოვიდა. კერძოდ შეიქმნა დიდი მტერობა თქმა ერთმანეთის ძვირი საამპარტაონობა და სული ურცხვად გატეხა პირისა და ამიტომ ამ შეჩერდი, ამ ზღვარზე შეჩერდი კახელების აღმახნული ქართლებმა დაღმაფარწეს. ეს არ მოგვივიდეს. ძალა ერთობაშია, როდესაც ასწავლის სულხან-საბა ორბელიანს, ძალა ერთობის ძალა უნდა წამოვიდეს წინ, ერთიანი საქართველო უნდა წამოვიდეს. მე აი ძალიან მიყვარს მაგალითად მე მეფეები. ძალიან მიყვარს მაგალითად ერეკლე მეფე. ერეკლე მეფეს სიტყვის ტახტს უდგა. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მეტად ხალხს ის უყვარდა, ხალხს ვისაც უყვარს, ის დიდია. დიდებულია. რატომ შეიყვარა ხალხმა ერეკლე მეფე ან დავით აღმაშენებელზე იმდენი არა გვაქვს ეს ხალხური სიტყვების. ან გიორგი სააკაძე რატომ შეიყვარა, ხო? ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსათვის უძგებს გული და ბედნიერი ვარ, როდესაც ასეთ ადამიანებს შევხვდები და თქვენ შეგაკეთებთ. ეს არის კასპის მატიანე. და კასპის მატიანე რომ მოკავთ წინ და ცნობილ ადამიანებს ეს ჩაიდება იმაში მატიანეში, რა თქმა უნდა, ეს არის ერთი გადადგმული ნაბიჯი, ერთი კი არა, მე მგონი 100 ნაბიჯიც არის უკვე გადადგმული, თქვენ იმას მოусმინეთ. თქვენ კიდე ხართ კასპის მემატიანე. კასპის, ხო, იცით, ტოპონიმებს წერ ახლა და მინდა რომ ეს ტოპონიმებიც გაჩვენოთ, ღონისძიებაც გავაკეთო და ყოველთვის ამაქვს ერთი აი მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი, დავესესწრები ნიკოლოზ ბარათაშვილს. რატომ დავესესწრები? როგორ არის იმისი ტიციან ტაბიძის დავადებულ ვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი. მე საქართველოს უღელი მადგას ჯერჯერობით და ამ საქართველოს უღელს ვზიდავ, როგორ იცი? ყოველგვარი კნესის გარეშე. რთულ ცხოვრების ვარყოფი, მცირედი და წყმაყოფი და ჩემი მცირედი თქვენ ახართ, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული იმ თვალთახედვით, რომ შეჭიდებული ხართ აი ამ მოდი ასე ვთქვათ, აწმყოს ეპოქას. რათა დარჩეს სამახსოვროდ, ხო? ეს არის კი არ ვიცი.
მე მიყვარს ადამიანი. ნამდვილი ადამიანი. აი ეს ადამიანი, რომელზედაც ილია ჭავჭავაძე მომტკივნეულად აკეთებდა ყოველგვარ დასკვნას და ჩემზე დამობენ ის სიალეს ქართლისას ამბობს. ჩვენ ცუდ სარმალავს ეკმოცხადი სიძულვილია. ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინ ეკცნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია. მე შეიძლება ვთქვა ნაკლოვანზე რაღაცები, მაგრამ იმიტომ ვამბობ, რომ სიმართლე გამოაშკარავდეს, იმიტომ რომ სიძულვილი კი არ არის, ეს არის უდიდესი სიყვარული. და ამ სიყვარულს გვასწავლის ბიბლია. გვასწავლიან ადამიანები, როგორ მიყვარს ვაჟა-ფშაველას. იყვარდეთ კაცნო ერთმანეთი. ადამიანობა სიყვარული. ასეთი ღვაწლმოსილი, ასეთი რუდუნებით რომ შრომობთ მომავალი თაობების აღზრდაში და ამ ლიტერატურის სიყვარულში რომ აჯიბრებთ ერთმანეთს. აი თქვენ თუ გააქვთ გამორჩეული რომელიმე ნაწარმოები და რატომ? იცით, ნაწარმოები რატომ მიყვარს? მისგან ვსწავლობ. ის არის ჩემი დიდი მასწავლებელი. ნაწარმოები, ლიტერატურა, ეს არის ჩემი დიდი მასწავლებელი. მე იქიდან დავესესხები ხოლმე დიდ პიროვნებებს. კერძოდ გავხედავ და ისწავლე, ეუბნება მშობელი ვიღაცას, მაგონდება საადის ბრძნული ნათქვამი. თუნდაც მეჩეთში გააგზავნო იესოს ვირი, ვირადმე მოვა, არაფერმა უცალოს ნირი. მაგრამ გახსენდება ისინი საიდანაც იღებ ამ ჩაყრილ თესში იმ თავთავს, რომელიც უნდა დაკრიფო, დავქვა და იმითი დაპურდე. აი ეს არის ჩემი ლიტერატურა და მე ვაჟაც მიყვარს. მიყვარს ილია, მიყვარს აკაკი, მე ვაჟა რათ მიყვარს იცი, ხშირად ჩავეძიები ხოლმე ეგრეთ წოდებულ მოენებს, იცი, მოენებს ვის ვეძახი, რომელმაც არ იცის ის ლიტერატურა და ლაპარაკობს. ზედაპირულად, როდესაც სტუმარ მასპინძელს წაიკითხავ და იქ კაიყმას შეხვდები, ზვიადაურს და მუცალს ორივე უნდა შეაქო. მე რა რომ მუცალი არ არის ჩემი, ჩვენ გვზდიან მარტო დედანიო, იმათ კუფში მოელის შენანიო არა, ვაჟა დიდია და ამბობს, ჩვენშიც არიან გმირები, იქაც არიან გმირები, ჩვენშიც არიან ადამიანები, იქაც არიან ადამიანები და ამ ადამიანობას დავლოცავ და დავლოცავ ყველა ახალგაზრდას, ვისაც წიგნი უჭირავს ხელში, სარკეთ გაუხდია, რა უყოთ ზოგჯერ თუ ვიტყვით და ილია ჭავჭავაძის არ იყოს ეს სარკე გაბზარული აღმოჩნდება. კრიტიკის თვალით შეხედა და გამოასწორე ეს ნაკლოვანებები. გაიგეთ, მე მიყივლია და გათენდება თუ არა, ეს უფალმა იცისო. და მე ვეტყვი რომ გამოიყენონ სარკეთ, გამოიყენონ მასწავლებლად, გამოიყენონ დიახ ბრძენთა ბრძნათ ეს სახელმძღვანელოები და ისწავლონ ადამიანობა. განა რაღა მეწამავლე შედალოცილო ხელიო და იმიტომ წაგავლეო რომ შენ 1000 ხარ და 1000 შენაგავსო. მაგრამ სულ მალე აღარ გვეყოლება თუ ასეთი ახალგაზრდები მოყავთ. ჩვენთან აუცილებლად აღარ გვეყოლება ის კაცი ადამიანები, ის ლუარსაბები, ის დარეჯნები, ლამაზისეულები აღარ იქნებიან და მგონებ იქნება კარგი დარი. მე ყოველთვის მოვედი კარგ დარს. მოვდები თქვენ კითხვას და გეტყვით რომ ჩემი საყვარელი ნაწარმოებია პოემა გამზრდელი. მიყვარს ეს, გავიგეთ, მაგრამ მარტო სუზამს თუ ბუნებამ წარუშველა. მე ყველას უსურვებ სიკეთეს სწავლას, მაგრამ ბუნებითაც მინდა იყო ადამიანი. კიდევ ჩამოვთვალო რამდენი ნაწარმოები. მიხეილ ჯავახიშვილის არსენა მარაბდელი, ზედ გადავყევი. ვეფხის ყაოსანის თითოეული ფრაზა, სტროფი ზეპირად ვიცი ხოლმე. რატომ? ადამიანი უნდა იყო, შეიძლება არ გაგიმართოს და სევდამ არ უნდა ჩაგითრიოს. რატომ? ვახსოფელო, რაში გავხარ? რაში განხარ? რას გვაბრუნებ, რაზნე ჭირსა. ყოვნიშენი მონდომენი ნიადაგთა ჩემე ბრტისა, საწაიყვა სადაურსა სადაღუპრი სიდი ძირსა, მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენ განაცისა. ღმერთს მივენდოთ. ღმერთის შვილები ვართ,
მერთისმიერი გზით ვიარო და იმ 10 მცნებით, რომელი 10 მცნებაც ბიბლიაში გვიწერია. ჩემო პატარა მეგობრებო, თანატოლებო, უფროსებო, მე დღესაც ვსწავლობ. გაგიჭირდებათ, ჩავეძიე ჩემი მუნიციპალიტეტის სოფლების ტოპონიმიკას, სულ მალე ტოპონიმიკას ალბათ დავეჭვდა ეღირსება და უნდა ითქვას, რომ ხომ მუშაობ. კიდევ მგონია, რომ არაფერი არ ვიცი. ვიცი და არ ვიცი. თქვენ გაგიმარჯოთ. ისევ დაუბრუნდი ჩემს ლიტერატურას. ცოტა ისე, მაგრამ ალბათ შემდგომში უფრო მეტ ცნობებს მოგაწვით ლიტერატურის შესახებ. ვიცი, ვსწავლობ და კიდევ ვისწავლი. ნამდვილად, ჩემო მსმენელო და ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. სასწაული და საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. ქალბატონმა მანანამ იმდენი დალოცვა და იმდენი თბილი სიტყვა გაიმეტვა ჩვენთვის, რომ ნამდვილად უფლება არ აქვს, რომ ჩვენ არ ვისწავლოთ და არ შევიძინოთ ცოდნა სიბერემდე. მე მინდა რომ და დარწმუნებული ვარ, თქვენი სურვილიც იქნება, რომ ეს ფორმატი გაგრძელდეს და ჩვენ სერიებად ჩავწეროთ ქალბატონი მანანა და მისი შეგონებანი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე. კიდევ ერთხელ გიხდით მეც მადლობას. მადლობა თქვენ.